საფრთხეს დიდი სიყვარულით და ამ სიყვარულს ითხოვს ზუსტად უფალი ჩვენგან, რომელიც დღეს ეუბნება სახარებაში, რომელიც წავიკითხეთ. პეტრე მოციქულს, გიყვარ მეა. ძველი ქართული ფორმა, გიყვარ მე. ანუ მაცხოვარი როგორც ხედავთ, ითხოვს ნამდვილ სიყვარულს, ნამდვილ ქმედით სიყვარულს მისი მოწაფეებისაგან. რა თქმა უნდა, ჩვენგანაც. აი ამ სიყვარულს უძახი მე ღმერთს. ზუსტად ეს არის ის ღმერთი, რომელსაც სიყვარული ქვია და ამ სიყვარულს ავალებს, თხოვს, მოუწოდებს უფალი და ითხოვს საპასუხოს ჩვენგან და პირველ რიგში მოწაფეებისგან და როგორც ნახეთ მაგალითი ეს ჩვენთვის და ჩვენგანაც. და შემდეგ ისინი რა თქმა უნდა უკვე ღვთისნებას ამ სიყვარულით მიყვებიან და ეთანხმებიან. ასევე ჩვენი ცხოვრებას, როგორც დღევანდელი სახარება გვეუბნება, ჩვენი ცხოვრებაც უნდა იყოს სიყვარულით აღსავსე. და აი ამ სიყვარულში უნდა წავიდეთ წინ და ერთად უნდა ვიყოთ ქრისტეს მიერ სიყვარული აღნთებული. ამიტომ ამბობ, ქრისტე არ ჩვენ შორის, ანუ სიყვარული არ ჩვენ შორის. და ქრისტიანი ზუსტად ამით იცნობა, რომ სიყვარული არის მასა და უფალს შორის, მასა და ადამიანებს შორის. ხომ აი ეს ყველგან ფიგურირებს ეს სიყვარული, ყველგან არის ღმერთი, ყველგან არის სიყვარული, ესე შეიძლება ითქვას. ეს სიყვარული მარტივად სენტიმენტალური გზნობის დონეზე არ უნდა გავიგოთ, იცით ახლა ეს და რაღაც ემოციის ან აფექტური რაღაც ვთქვათ განცდის დონეზე. რა თქმა უნდა, ეს არის უღრმესი გზნობა, ცოდნა, იმიტომ რომ არ შეიძლება გიყვარდეს ის, რაც არ იცი. გნოზისთან დაკავშირებული მახსენდება საოცარი სიტყვები. ჯერ კიდევ სოკრატეს, რომელიც საუკუნეში ხო მე-6 საუკუნეში ქრისტემდე გახსოვთ ხო? სოკრატე, რომელიც ამბობს, ბერძნულად ამბობს ესეთი გნოსი სუაეტო. ანუ ეს არის შეიცან თავის შენი, მაგრამ მაშინ ქრისტემდე შეიძლება უფრო გავიგოთ ფილოსოფიურად, თუმცა კი დღეს შეიძლება ესე გავიგოთ, რომ შეიცან თავის შენი ქრისტესში, სიყვარულში, შეიცან თავის შენი, ეხაც ეს არ გაუქმებულა. სოკრატე მართალია ქრისტემდე იყო 6 საუკუნით, 5 საუკუნით ადრე სადაც მომიჯნა, მაგრამ არნიშნავს ამას, რომ ის ვერ აზროვნებდა და მან არ იცოდა ბევრი რამ და ბევრამდე იგი თავის საუბრებში, პლატონი და სოკრატის პირი ამბობს თავის საუბრებში, სხვათა შორის იგრძნობა იქ მისი მესიის ბოლო დიდი, ხა აღარ ჩამოთვლი ციტატებს და იგრძნობა მისი ცოდნა ბიბლიისა და ასე შემდეგ. და ჩვენივრად აზროვნებდნენ და ჩვენივრად უდიდესი ცოდნა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ მორიგებულად ამბობდა სოკრატე, რომ მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ეგ მძიმე არის. რომ ზოგმა ისიც არის, რომ არაფერი არ იცის, მაგრამ ეს არ ცოდნა, ზუსტად იმ დიდი ცოდნის მანიშნებელია, რომლის ზღვარიც არ ცოდნა არის ზუსტად. ამიტომ გნოსი სეაუტონ ნიშნავს შეიცან თავის შენი, მაგრამ ჩვენთვის დღეს ეს ქრისტეში თავის შემეცნებაა, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა შეიცნოს საკუთარი თავი, თუ მან ქრისტე არ ირწმუნა? ეს ხომ შეუძლებელია. შეიცან შენი თავი, მას შემდეგ რაც შენ ჭეშმარიტება როგორც ქრისტე, რომელიც გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე შეიცან, მაშინ შეიცნობ ამ თავს შენსას, როგორც ზებუნებრივ არსებას, მოყვანილს არაყოფიერიდან ყოფიერში, მოყვანილს არარსებულიდან არსებულში. და აქ ზუსტად მევალება ეს, რომ შეიცან თავი შენი, ეს იგივეა ღმერთს მიანძე შენი თავი ქრისტეში და ის განგაღმრთობს შენ, ის გამოგზრდის შენ, ის გარდაქმნის შენ, ის ტრანსფორმაციას გაიკეთებს შენ, ის განგწმეთ შენ, რამე თუ შეხარ განგწმენდელი შენ გახსოვთ ხო ასამაღლებელს ვამბობთ. დაითფინე, ეკრძალე, ილოცე, ევედრე, დაინდაბლე შენი თავი და შეხვდები ამ ცოცხალ სინამდვილეს, რასაც ქრისტე ღმერთი ქვია. შენში შეხვდები და ზუსტად შენში შეხვდები სად? რა ადგილას შეხვდები? სიმბოლურადაც და არასიმბოლურადაც, გულში შეხვდები. გულში შეხვდები ღმერთს და ზუსტად გულში გადაიკვეთება ღმერთსა და ადამიანის გზები. ეს არის ცენტრი. კიდე მეტაფიზიკური გული დავარქვათ, კიდე ემოციონალური, კიდე ფიზიოლოგიური და ასე როგორც კიდე გული, ვიცით რაც არის, ხომ? აი გული, მაგრამ გარდა გულის, რა თქმა უნდა, გონებაში, გონებამ რა დააშავა, ხომ? ორი პოლუსია, მინიმუმ ადამიანში. და შუაში კიდე უამრავი ცენტრები.
გული და გონება, მაგრამ განსაკუთრებით გულის რელიგია, გულის კულტურას ხაზს უსვამს უფალი და გულში სიყვარულით, რითი სიყვარულით გადაილახება მანძილი შემოქმედსა და ქმნილს შორის, უფალსა და მონას შორის, ზეცასა და მიწას შორის, ღმერთსა და ადამიანს შორის ეს გადაულახავი თითქოს და მანძილი ქრისტემ მოგცა საშუალება იმისა, რომ სიყვარულით გადაულახოთ, გადავევლოთ ამას და შევიცნოთ უფალი და დათმებით, თავდაბლობით, მოგრძალებით და სხვა მრავალი კიდევ საშუალებით, რომელიც პირველ რიგში ჰქონდა სისხლისა და ხორცის მიღებით ქრისტესი, ხომ? იცით ეს, რომელიც სისხლს მიიღებს და ხორცს მიიღებს, ის მასში არის უფალი და იგი არის უფალში, ხვდება ადამიანი და რა თქმა უნდა ამ სიყვარულში ძლიერდება. სიყვარული, როგორც მწვერვალი საღვთისმეტყველო სათნოებებისა და რა თქმა უნდა იმედის სასროება და რა თქმა უნდა რწმენა, სარწმუნოება, სასროება და სიყვარული. ამ სამ კუთხეში ზევით მწვერვალზე დგას ღვთის სიყვარული და სიყვარული მოყვასის და ყველაფრის სიყვარული, ყოველი ქმნილის რა დააშავა, ყოველმა ქმნილმა დანარჩენმა, ყველაფრის სიყვარული, ყველაფერი უნდა უყვარდეს ქრისტიან ადამიანს. არა ღვთისმშობლობა, ღვთისკვნილება, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, როგორ შეიძლება არ იყოს საყვარელი, ფრინველები, ცხოველები, მცენარეები, ბუნება, ყველაფერი უნდა უყვარდეს და უნდა ეტყობოდეს. იქ სადაც ადამიანი ცხოვრობს, მას უყვარს ღვთისკვნილება და არა გამოყენებლური თვალსაზრისით უდგება, არამედ უყვარს სიყვარულით უდგება მას და ეხმარება. ცდილობს ხელი გაუწოდეს გაჭირებულ არსებას ყველას, პირველ რიგში ადამიანს, რომელიც ხატება და მსგავსება ღვთისა, მაგრამ ყველა ცოცხალ არსებას რა არის ამაში სულ. ამაში ვლინდება სიყვარული. შეხედავს რა სხვა, რომ ეს სიყვარულით არის აღსილი. ყველაფრისა ქრისტიანი თვითონაც მერე ეს ვექტორი იქნება იმისა, რომ შეხედა რომ აი ესეთი კარგია და მოსიყვარულეა ქრისტიანი ადიდებს ვის მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. ვარსკვლავებს რომლებიც სცემდნენ თაყვანს მოგნი, რომლებიც ვარსკვლავების ღვთისკვნილება მათ ვარსკვლავებმავე ასწავლეს თაყვანისცემა ქრისტესი და ადამიანის ვარსკვლავი უნდა იყოს, ვინც თავის პირველ რიგში თქონდა და სხვისაც სხვასაც როგორც მანათობელ სხივს აჩვენებს და მიიყვანს ქრისტემ. აი ეს მინდა გისურვოთ. ყველგან ვეძებოთ უფალი, ყველგან ვითხოვოთ მადლი ღვთისა, ყველგან ვეძებოთ სიმშვიდე და სიბრძნე, სიბრძნე და სიყვარული, სიყვარული და სიბრძნე. აი ეს ორი ბოლოსი და რა თქმა უნდა გზახსნილი იქნება. მინდა რომ ჩვენ ვეკუთვნით პირველ რიგში უფალს, საკუთარ თავსაც ვეკუთვნით, მაგრამ პირველ რიგში უფალს ვეკუთვნით. თუ უფალს არ ვეკუთვნით, საკუთარი თავი მოგუნატრებია, მაშინ და დაგვიკარგავს და არც საკუთარ თავს არ ვეკუთვნით, მაშინ თუ უფალს არ ვეკუთვნით, ჯერ ვეკუთვნით უფალს და მერე ვეკუთვნით საკუთარ თავს. ზოგ საკუთარი თავი მონატრებია და ვერ უპოვია, სად არის მისი მე? სად იმყოფება მეტაფიზიკურად მისი მე? რომელ განზომილებაშია? სად არის? ღმერთთან არის? თუ მიწიერ ფასეულობებზე ჩაბღაუჭებული და განაბნია მთელი თავისი ტალანტები და ცხოვრება კაცმარეთის რაში, ხესპატება. ამიტომ ყოველთვის ვილოცოთ, ვევედროთ, ვითხოვდე და მოგეცეთ თქვენ. და ვისაც შენ სიყვარულს ამდესაც გასცემ, ასმაგად მიიღეთ. რასაც ყველას გისურვებთ და ეს მადლი ყოფილიყოს თქვენთან. მადლი უცეჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ საყვარელ ხალხო თანა. ამინ.